ისაკო დევიძემ გუშინ საღამოსვე გააკეთა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ დაკავების მომენტში სამართალდამცველების მხრიდან გახდა ძალადობის მსხვერპლი და თუ კი კამერებს ამოიღებდა საგამოძიებო უწყება მიმდებარე ტერიტორიიდან, იმიტომ რომ ორ ეტაპად მოხდა ისაკო დევიძეზე ძალადობა, როგორც ამას მისი ადვოკატი აცხადებს, ძალიან მარტივად იყო შესაძლებელი დადგენა იმ პირების მათ შორის, რომლებსაც ნიღბებიც კი არ ეკეთათ დაკავებულის თქმით, ვინც განახორციელეს ახალგაზრდაზე ძალადობა, თუმცა ამ დრომდე კარლო კაცტაძის უწყება არ დაინტერესებულა ისაკო დევიძის საჯარო განცხადებით და დიღმის იზოლატორში მასთან არავინ შესულა გამოსაკითხად. ისაკო დევიძე არის ნაცემი და მისი დათვალიერება, რა თქმა უნდა, შეყვანის დროს იზოლატორში იქნება ასახული და დოკუმენტირებული, შესაბამისად იმ შემთხვევაში თუ გამოძიების სურვილი ექნება სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ძალიან მარტივად არის იმის დადგენა შესაძლებელი, ვინ არიან ის მოძალადე პოლიციელები, ვინც დაკავების ოპერაციაში მონაწილეობდნენ. ისაკო დევიძე უკვე მეორე დღეა შიმშილობს და დღეს მისმა ადვოკატმა ერთი მთავარი გზავნილი გამოიტანა გარეთ. ისაკოს ახლა გული წყდება მხოლოდ იმაზე, რომ დღეს ვერ არის მოვლენების ეპიცენტრში და ვერ დგას ამ თანამოაზრეებთან ერთად, ამიტომ ბრძოლის ბოლომდე გაგრძელებისკენ მოუწოდებს იმ ახალგაზრდებს, პოლიტიკოსებს, სამოქალაქო საზოგადოების წევრებს, რომლებიც უწყვეტი პროტესტის მონაწილეები არიან. თავისუფლებას ხმნეთ და მან პირველ რიგში განუცადა რომ საზოგადოებას თავისუფალ ადამიანებს მოუწოდო რომ იყვნენ ხმნეთ და არ შეეშინეთ სისტემის, რადგან ისაკოს არ ეშინია არც იმ ძალადობის, არც ფსიქოლოგიური ზეწოლის, რაც მასზე მიმდინარეობდა სამართველოში. მას ურტყავდნენ მუცლის არეში, ნეკნების არეში და ფილტობის არეში, სახის არეშიც, მაგრამ სახეზე ქონდა ხელები აფარებული. ისაკო ისევ აგრძელებს შიმშილობას, ამ დრომდე სპეციალური საგამოძიებო სამსახური არ დაინტერესებულა აღნიშნულ ძალადობებთან დაკავშირებით. ისაკომ განმიმარტა რომ აღნიშნულ პოლიციელებს, რომელიც მასზე ძალადობდნენ, მათ არ ეკეთათ ნიღბები და სრულიად შესაძლებელია კამერებში ნახოთ, ვინ დააკავა ისაკო, ვინ იძალა. სახალხო დამცველის წარმომადგენელი იყო შესული და გუშინ გამოკითხა სახალხო დამცველმა იცის როგორ იძალადეს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლება. არ ვენდობის სისტემას. ეს არის ის განცხადება, რის გამოც ხელბორკილები ადმინისტრაციული წესით დაადეს ყოფილ ჟურნალისტ მირიან ბერულავას და სწორედ მისი მხარდამჭერი აქცია ჟურნალისტებმა გამართეს ქუთაისის იზოლატორთან, სადაც ჰქონდათ ბანერები, პლაკატები მიტანილი სიმბოლურად ამავე შინაარსის წარწერით არ ვენდობის სისტემას. რეჟიმი აგრძელებს ისევ ციხეში გამოკეტვას ყველა იმ ადამიანის, რომლის პოზიციაც არ მოსწონს და რა თქმა უნდა, ამ პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნაში ყველა ერთია. არვენდობის სისტემას ამ სიტყვებისთვის პოლიციამ დააკავა მირიან ბერულავა, ჩვენი კოლეგა. ჯერ მას მიაკითხეს სახლში, უთხრეს რომ უნდა გადაიყვანონ დაკითხვისთვის და მხოლოდ იმისთვის, რომ მან Facebook პოსტი დაწერა და გზაში აღმოჩნდა რომ არ მიყავთ გამოკითხვაზე და წაიყვანეს იზოლატორში სამტრედიაში. სოლიდარობა მირიან ბერულავას, თავისუფლება მირიან ბერულავას. ქართული ოცნებას უკვე ბოლო სტადია, აქ ეს სტადია, როცა უკვე ისინი გადადიან აშკარა ადამიანების მოტაცებაზე, ცემაზე და ისინი ამყარებენ ქვეყანაში აშკარა დიქტატურას. ეს უკვე დიქტატურა, როცა ჩვეულებრივი Facebook პოსტისთვის, რაღაც პოზიციის დაფიქსირებისთვის უკვე ადამიანი შეიძლება აღმოჩნდეს საპრობილეში. მირიანი არის უწესიერესი ადამიანი, ნამდვილად კარგი ქართველი, თავის სამშობლოზე შეყვარებული და სწორედ ამის გამო ის დღეს ისჯება. თუ ამ ქვეყანაში ხალხს იჭერენ იმის გამო, რომ მას აქვს საკუთარი პოზიცია და ის ფიქრობს, რომ არ უნდა ინდოს ამ სისტემას, მაშინ გამოდის, რომ ძალიან ბევრი ადამიანი უნდა ჩავარდეს ამ მდგომარეობაში, რადგანაც ჩვენც ანალოგიურად მიგვაჩნია, რომ არ ჩვენ ვუცხადებთ ნდობას ამ სისტემას და მაშინ მოვიდნენ და ჩვენც დაგვაკავონ და დაიტოვონ ეს სამშობლო მათ. გასულ ღამეს ადმინისტრაციული წესით დაკავებული ადამიანების სასამართლოს ხდომა წესით ხვალ ორშაბათ დღეს უნდა გაიმართოს. წინააღმდეგ შემთხვევაში 48 საათის გასვლის შემდეგ იზოლატორები იძულებული გახდებიან პენიტენციური სამსახური, რომ ისინი გაათავისუფლონ პატიმრობიდან. ნახოთ როგორ გაგრძელდება აღნიშნული პროცესები, თუმცა ერთი არის ფაქტი, რომ სასამართლოები ყოველთვის აჯარიმებენ იმ ადამიანებს, რომლებსაც სამართალდამცველები აკავებენ, თუნდაც ადმინისტრაციული წესით, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა ამ ადამიანების წინააღმდეგ რაიმე მტკიცებულება.